თაფლიანი ნამწხვრის სრულედი არაჩვეულებრივი გამოსავალია მაშინ, როცა ძალიან გიყვარს, მაგრამ ფირფიტების ბრტყელება ცოტა არ იყოს და გეზერება. მზადდება მარტივად და არ საჭიროებს მაცივარში სტაბილიზაციას. ყოფში მოვათავსოთ თაფლი, შაქარი, კარაქი და გავაჩეროთ ცეცხლზე, შაქრის დადნობამდე, დავამატოთ არაჟანში გააქტიურებული სოდა, შემდეგ შევაგრილოთ და დავამატოთ კვერცხი და ფქვილი, გამოგიბათ თხელი მასა. მე სამზარეულოში კათბობა არ მაქვს და მასა მაშინვე გაიყინა, თქვენი ცომი უფრო თხელი იქნება. გამოვაცხოთ გახურებულ ღომელში, ცომს რომ თიც დაადებთ და თიცი არ აგეკვრებათ, ნიშნავს რომ ბისკვიტი მზად არის. ცხელსვე დააფარეთ ჩაის დილო და დავიწყოთ კრემის მომზადება. ერთმანეთს შეურია კრემყოლი და არაჟანი, დავამატე შაქარი. კითხავთ და აქვე გეტყვით რომ კრემყოლიც და ყველა სხვა ინგრედიენტიც დიდი ფასტაკლები შევიძინე ორ ნაბიჯში, ხოლო ორჯერ ორი ბარათის გატარებით კი დავაგროვე ქულები. ამ ნამწხვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟნის და შაქრის ფხვნილის ნარევი, ან არაჟნის ნაღების და შაქრის ფხვნილის ნარევი. ორივე კრემი ძალიან უხდება. კრემიანი ნამწხვარი გავაფორმოთ სურვილისამებრ, მე გამოვიყენე ცოცხალი შტოში და როზმარინის ტოტები.